იტალიის პარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს 22 აპრილს საგარეო კომიტეტის სხდომაზე იტალიელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მზადდება რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის მიხედვითაა მოდელირებული. ამ დეპუტატებიდან უმეტესობა ოპოზიციის წარმომადგენელია. მათი თქმით, რეზოლუცია ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებულნი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონი ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, აღიქმება როგორც საიდუმლო აგენტი მტერი ხალხისა. რეალურად კი ხელისუფლება, რომელიც მტრადად ცხადებს ამ ხალხს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ორ დოკუმენტზე. ვითხოვთ იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა მას ქართული ოცნების რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. იტალიის პარლამენტში ასევე ისაუბრეს ავტოკრატიული ძალების გააძლიერებაზე. იტალიელმა კანონმდებლებმა ქართული ოცნების რეპრესიული კანონები და ქმედებები რუსეთის სცენარში ადარეს. ევროპას ყოველთვის განვიხილავდით როგორც სამართლის უზენაესობის აკვანს. დღეს კი ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან, რათა რაღაცები დააშავონ სრულიად ღიად, დაუმალავად. საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ვარდნას, რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები რაც ვიხილეთ იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი LGBT ქვიარ თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით, თავხედობითა და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. როცა ვხედავ ქართველებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ჩემთვის ეს ბევრად მეტია ვიდრე ათასობით სიტყვა. ეს აჩვენებს, რომ ამ დროშას უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში განიხილავს როგორც თავისუფლების, კეთილდღეობის ადამიანების პატივისცემის სივრცეს. იტალიის პარლამენტში ასევე დასვეს კითხვები იტალიის მთავრობის პოზიციაზე ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე იტალიამ ვერ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს.